საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ხართ? მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. ოხ, კარტი გადამიცვინდა. აი რა კარტი გადამიცვინდა. ნახეთ რა წერია ზედ. აი მეგობრებო. გული გაქვთ დამძიმებული. ბევრ თქვენთაგანს გული აქვს დამძიმებული. აბა როგორ ხართ მეგობრებო? როგორც ხართ უკვე ვხედავ. საღამო მშვიდობის ყველას. გაიხარეთ არამიშას, თავად როგორ გიკითხოთ. იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. და უნდა იყვეთ კიდევაც მეგობრებო. ნახეთ ეს როგორ გვიჭით. და უნდა იყვეთ კიდევაც მეგობრებო. ნახეთ ეს როგორ გვიჭიტინებს აქედან. ავი თვალის, ავი გულის, ავი სულის. ვინ შევხედავს მეგობრებო, აი ეს აქაა. ეს ჩვენი საყვარელი ცოცხი აქაა. ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა იქნება კითხვების გარეშე. ჩვენი დაპირებული თემაა, თუ დაგიბრუნებთ ვალს თქვენი პარტნიორი. ეხლა გინდ პარტნიორი ჩაიფიქრეთ და გინდ მევალე. ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ, ვის რა დაგიბრუნებთ ვალს თქვენი პარტნიორი. ეხლა გინდ პარტნიორი ჩაიფიქრეთ და გინდ მევალე. ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ, ვის რა დასაბრუნებელი მეგობრებო. ვერგეთ. ეს არის ჩემი დაპირებული ლაივი. ესეთი ლაივი ადრე ჩავწერე, ლაივია თუ საჯარო არ ვიცი, მაგრამ მაქვს ჩაწერილი. მოდი ეხლა უფრო აი კიდევ გავშალოთ ამაზე. კიდევ ვისაუბროთ ამაზე. დასასრული ქვემოდან. ჩაიფიქრეთ, პარტნიორი თუ მევალე. გინდ მევალე, აი ესე წასული მევალე. რომელმაც ჩაილაგა ესე ხურჯინი და წავიდა მეგობრებო. უბრალოდ ნახეთ ქვემოდან რა კარტია. ხო, ესე ზურგი შეგაქციეს და ეს უმის სამართოთ წავიდა მეგობრებო. გინდ პარტნიორი ჩაიფიქრეთ და გინდ მევალე. პარტნიორსაც აქვს ვალი, გრძნობები დასაბრუნებელი, ურთიერთობაში, ყურადღება დასაბრუნებელი, სიყვარული დასაბრუნებელი. აბარა. შერეკილების არ იყოს. აჰა. წუხელ სად იყავი? წუხელ აქ არ იყავი მორიელი. შენს გარდა იმდენი მორიელები იყვნენ აქ, რომ ყველამ დაიძახა აქ ვარო, შენს გარდა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, დავიწყებ თქვენი ენერგიებით. რა ენერგიაში ხართ ახლა? შანსის ენერგია, შანსის გამოყენების ენერგიებში ხართ, აი? შესაძლებლობები, საშუალებები. ხო, გინდათ რომ ცხოვრებაში შეიტანოთ, თქვენს ცხოვრებაში შეიტანოთ ცვლილებები და გამოიყენოთ. ბატონა, მისი ჭირი მეთქვა. ესე იგი ამ პარტნიორებს ვერ ავწდით. ვის ბავშვის მოლოდინი გაქვთ? უკვე ვის გინდათ ეს სიტუაცია? ხა გამოიყენოთ. მაგრამ პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული. ხო, არაუშავს მურიელ, არაუშავს. ბევრ წყალი გაქვთ პირში ჩაგუბებული მეგობრებო. გეშინიათ რომ იგივე შეცდომები არ დაუშვათ, ნახეთ? ხო, გეშინიათ რომ ისევ გზას არ აცდეთ, გეშინიათ რომ ისევ შეცდომებთან არ მიხვიდეთ, გეშინიათ რომ ისევ ნიღბიანი ადამიანები არ შემოიფარგლოს თქვენს ირგვლივ, გეშინიათ წყებლის, კრულვის, მაგიების, ესეთი ნეგატიური ფიქრები გაწუხებთ. ეხლა უბრალოდ ვის გაწუხებთ და ვისთან მართლაც შეიძლებათ და იყვეს. ხო. რაც ძალიან დიდ ტკივილს გაყენებთ. ან შეიძლება ეს წარსულში იყო მეგობრებო,
ეს წარსულში იყო, რამაც ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ. ადამიანებმა, იღბიანმა ადამიანებმა დაგინგრიეს ოჯახი, შეიძლება ბევრმა ამის გამო შვიდს დაკარგეთ. ესე შეიძლება იყოს, რამაც ძალიან დიდი ტკივილი და კვალი დატოვა სხეულზეც, გულზეც, სულზეც და ზოგადად ცხოვრებაში. ვინ რა დაკარგეთ, ვის რა დანაკარგი გაქვთ, მეგობრებო? ხო, ჩემზე აღარაა საუბარი, მეც დიდი დანაკარგი მაქვს, ასე რომ მეგობრებო, თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ბევრი მიტოვებულები ხართ. ესეც ჩემზე ნათქვამია. თუმცა ვინ დარჩა მიტოვებული საკითხავია, ხო? თუმცა აგრძელებთ ცხოვრებას კი. თუმცა ვინ დარჩა მიტოვებული საკითხავია, ხო? თუმცა აგრძელებთ ცხოვრებას კი. ყოველთვის იყენებთ თქვენ ცხოვრებისეულ შანსს. იმიტომ რომ უფალი ყოველთვის გაძლევთ ამის საშუალებას, მეგობრებო, კი. ბევრს საშუალებაც გეძლევათ და ყოველთვის იყენებთ თქვენ ცხოვრებისეულ შანსს. იმიტომ რომ უფალი ყოველთვის გაძლევთ ამის საშუალებას, მეგობრებო, კი. ბევრს საშუალებაც გეძლევათ და